და გადაცემის დღევანდელ სტუმრებს დაუსვან მათი საინტერესო შეკითხვა. და ქალბატონო ლელა, მინდა პირველი კითხვით მოგმართოთ. როგორც ვიცით, ზოგადად საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული ერთ-ერთი სიახლე გახლავთ მე-12 კლასის დამატება. ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს იგი პედაგოგები და იგივე მოსწავლეები? მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს. ეს ძალიან საჭირო და აქტუალური თემაა მე-12 კლასის დამატება სკოლებში და მოგახსენებთ ჩემს აზრს, რომ მე-12 კლასის დამატება თითქოს არ გაამართლა. იმიტომ რომ პირველ რიგში არ არის შექმნილი სპეციალური სახელმძღვანელოები ზოგიერთ საგანში, რომელიც საგნებითაც ვიხელმძღვანელობთ თვითონ პედაგოგები და ამიტომ დიდი სიზნელეების წინაშე ვდგავართ თვითონ მოსწავლეებიც, რა თქმა უნდა მშობლებიც არიან ამ პროცესში ჩართულები და მასწავლებლებიც. ალბათ აუცილებელი იყო მე-12 კლასის დამატებასთან ერთად სპეციალური წიგნები დამუშავებულიყო ყველა საგანში, რომელთაც იხელმძღვანელებდით, მაგრამ ეს არ მოხდა. არ გაამართლა კიდევ იმიტომ, რომ თითქოს ამდენი წლების მანძილზე მიჩვეულები ვიყავით, რომ 11 წლიანი სწავლება უნდა ყოფილიყო სკოლებში და მე-12 კლასი რატომღაც ზედმეტად ეჩვენებათ ბავშვებსაც და მშობლებსაც. ისეთ ასაკში ამთავრებენ ბავშვები უკვე საჯარო სკოლებს, როდესაც ზოგი უკვე ოჯახს ქმნის, ვეღარ ჩერდება სკოლაში, ასე ვთქვათ, ზოგი უკვე სტუდენტი იყოს და უნდა იყოს და გული აღარ უდგებათ, ასე ვთქვათ. ისე რომ ბავშვებისაც მოგახსენებთ და მშობლებისაც, მასწავლებლები კი არა ვართ წინააღმდეგები, რომ იყოს 12 წლიანი სწავლება, თუ იქნება ჩვენთვის აუცილებელი ხელისშემწყობი პირობები, მაგრამ ბავშვებს და მშობლებს ზედმეტად მიაჩნიათ. ჩვენ ყავს გადაცემაში მოწვეული მე-12 კლასის მოსწავლე ლელა, თქვენ როგორ ფიქრობთ მე-12 კლასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ აი სკოლაში მოსწავლეები რაც გამოთქვამენ დაკავშირებით? ძალიან აქტუალური თემაა ეს მე-12 კლასი, ყველგან ყველა სფეროში ყველა ასაკი ადამიანებში განიხილება და ბავშვების აზრით ალბათ უფრო იქითკენ იხრება, რომ მეტი უარყოფითი აქვს ვიდრე დადებითი. უარყოფითად მიაჩნიათ თუნდაც ის, როგორც ლელა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ მომაბეზრებელია 12 კლასი, ანუ ყველა იყო მიჩვეული, რომ იყოს 11 კლასი, მანამდე 10-იც კი იყო და ეხლა უცბად 12. და რატომღაც ბევრს აქვს უარყოფით დამოკიდებულება, მაგრამ რა თქმა უნდა აქვს დადებითი მხარეც და დადებითი პოზიციაც აქვს ამასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რომ უკვე სრულწლოვანი ამთავრებს ბავშვი სკოლას, თქვა 18 წლისა, ჩამოყალიბებულია თავის გადაწყვეტილებაში, რა პროფესიაც უნდა არჩიოს მომავალში, უკვე სრულწლოვანი ირჩევს ამ პროფესიას და დიდი ალბათობაა იმისა, რომ შეცდომა არ დაუშვას და მართლაც სწორი პროფესია ირჩიოს. აი დადებითი ალბათ ეს არის. ძირითადად რა დატვირთვა აქვს თქვენი აზრით ქალბატონო ლელა მე-12 კლასის შემოღებას? რა სიტუაციებდა მე-12 კლასის რატომ გახდა აუცილებელი რომ ყოფილიყო? ვიმსჯელოთ და გავითვალისწინებთ სასკოლო რეფორმებს. მე-12 კლასი დამატებული იქნა იმიტომ, რომ მეორე და მესამე ტრიმესტრში ისწავლებოდეს გაღრმავებულად ძირითადად ის საგნები, რომელს საგნებსაც აბარებენ ჩვენი მოსწავლეები შემდეგ ეროვნულ გამოცდებზე, უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარეცხად. ეს ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად გაამართლა ამა, ეს უკვე მეორე მხარეა. ძირითადად ეს დატვირთვა იყო. ანუ თქვენი აზრი მას პოზიციას არის, რომ არ მოგწონთ. არ მომწონსო ვერ ვიტყვით, მაგრამ ვფიქრობ დასახვეწია ჯერჯერობით. ეს პირველი წელია წელს მე-12 კლასს რომ ამთავრებენ ბავშვები და შემდეგში თუ დაიხვეწება და უკეთესად გაგრძელდება მე-12 კლასებში სწავლება, მივესალმებით ნამდვილად. გამიმდინარე წელს მე-12 კლასში ძირითადად რა საგნები ისწავლებოდა? ესწავლებოდა ძირითადი საგნები რაც არის, ეს არის ენები, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ასევე საბუნებისმეტყველო საგანიც, რომელიც თვითონ მე-12 კლასელებმა აირჩიეს და უნდოდათ რომ მე-12 კლასში გაეგრძელებინათ ერთ-ერთი ქიმია, ფიზიკა ან ბიოლოგია. ეს საგნები, სახვითი ხელოვნება, ფიზიკური აღზრდა, როგორც ყველგან, მაგრამ აქცენტი უფრო უნდა ყოფილიყო იმ საგნებზე, რომელიც ჩასაბარებლადაც გვჭირდება. და მესამე ტრიმესტრში უკვე შეიკვეცა ზოგიერთი საგანი და დარჩა ძირითადი საგნები. მაგრამ ალბათ მაინც მესამე ტრიმესტრი მოკლეა, ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ ჩასაბარებლად საჭირო პროგრამა სრულად იქნას განვლილი. დიდი მადლობა.
ტელემაყურებლებს რადიო მსმენელებს შევახსენებთ, რომ შეუძლიათ დაერქვას სტუდიის ტელეფონის ნომერზე 791 გადაცემის დღევანდელი სტუმრები გახლავთ გორის მეშვიდე საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა ვარდანაშვილი და ამავე სკოლის მოსწავლე თეონა ჟიჟიაშვილი. ვსაუბრობთ თემაზე სკოლაში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით. ქალბატონო ლელა, მიმდინარე წელს როგორც ვთქვით, ახალი მინისტრი გყავთ, განათლების მინისტრი. რა სიახლეები განხორციელდა ძირითადად სკოლებში? აი ამაზე ამასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ. ჩვენი ახალი მინისტრი იყო ჩამოსული ჩვენთან მესამე საჯარო სკოლაში პედაგოგებთან ჰქონდა შეხვედრა ქალაქის და რაიონის პედაგოგებთან. მივესალმები ამას მოიერებით საქართველოს რაიონები, ყველა რაიონი შეხვდა პედაგოგებს, გაიზიარა მათი სადგილარი, მოისმინა მათი წინადადებები და დაგვირდა დახმარება სასწავლო პროცესების უკეთ განვითარებაში. სიახლეებს რაც შეეხება დაინერგა ასეთი ტრადიცია სკოლებში. ინსპექტორები აკონტროლებენ ყველა სკოლის მოსწავლეებს სამის პროცესში იმყოფებიან თუ არა ისინი განკვეთილებზე. მათ აქვთ აგრეთვე უფლება შევიდნენ დირექციის წარმომადგენლებთან ერთად და ჩაატარონ ბავშვების აღრიცხვა იმყოფებიან თუ არა განკვეთილებზე და დააქვთ თუ არა სკოლისთვის შეუფერებელი ზედმეტი ნივთები, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ერთი მოსწავლის დაზიანება თუ მოხდება რაიმე სავალალო ინციდენტი. ამას ნამდვილად მივესალმებით, ეს წინა წლებშიც იყო ხოლმე, ადრე იყო დამერგილი, მერე რატომაც შეწყდა ასეთი შემოქმედები, მაგრამ ეხლა ნამდვილად საჭიროა. იმიტომ რომ კარგად ვიცით, ისეთი ვითარება საერთოდ ქვეყანაში დაძაბული ამასთან ერთად, რომ ბავშვებს გული აქვს დაცულებული სკოლაში სიარულზე ან თუ მოვლენ დაესწრებიან რამოდენიმე გაკვეთილი და შემდეგ ისევ გარეთ მიდიან გაკვეთილები და ნაცდებენ გაკვეთილებს და ამის ხელშემშლელი პირობა პირველ რიგში ის არის, რომ დაწესდა კონტროლი და ამას შედეგით გამოიღო სხვათა შორის. უფრო მოწესრიგებული გახდა გაკვეთილებზე დასწრება, ნაკლები იკლო გაცდებებმაც, ასე რომ მივესალმებით ამ დანერგვას. ქალბატონო, ეს ამ სიახლეს დანერგვა ხომ არ უკავშირდება თქვათ მოზარდებში და სკოლის ასაკის მოსწავლეებს შორის დანაშაულებრივი ფაქტების შემთხვევების გამომატებას საქართველოში. როგორც ვიცით, არის ძალიან ხშირად საუბარი, რომ დანაშაულებები მატყუბრ თქვათ მოზარდ თაობებში. და ერთგვარად ალბათ რა ვიცი, რა თქმა უნდა, ეს ამან განაპირობა, რომ ხდებოდა არასრულწლოვან ბავშვებში უფრო მეტი დანაშაულები. ამან განაპირობა ის, რომ ჩვენმა ახალმა მინისტრმა ასეთი სასურველზე ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო. დიდი მადლობა. როგორც ახლა მატყობინებენ გადაცემაში პირველი ზარია მოგესალმებით გისმენთ. მოგესალმებით. რა მაინტერესებს იცი? შარშან ჩავაბარე გამოცდები გამიგე? ხო და წერ შემენახება ქულები თუ არა, ეგ მაინტერესებს ძალიან. კი, მე ვიცი. ამასთან დაკავშირებით მაქვს ინფორმაცია, როგორც აბიტურიენტს და ვიცი, რომ ქულების შენახვა არც ერთ საგანში შარშანდელი ქულებისა არ შეიძლება. დიდი მადლობა ზარისთვის. ანთო თქვენს. სადაც თქვენ ეს უკაცრავ თემა რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ ეს სამართალდამცავების გამოჩენა სკოლაში რამდენი დადებით შედეგს მოიტანს ქვეყნებად თაობის? ნუ შედეგისთვის არის დაწესებული და ჩემი აზრით უნდა მოიტანოს კიდევაც აუცილებლად კარგი შედეგი, იმიტომ რომ საჭირო იყო ნამდვილად მეტი დისციპლინის შემოღება, მაგრამ რა თქმა უნდა გამაღიზიანებელიც არის ზოგიერთისთვის, რომ ახლა ფორმიანს ხედავენ, რომ რაღაც უნდა გააკეთო, ეს როგორც ჩვენ გინდა ისე არა, როგორც საჭიროა ნორმის ფარგლებში, მაგრამ აუცილებლად საჭირო ამის კონტროლი და საკმაოდ მკაცრადაც. რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, როგორც მსმენელმა დასვაში კითხვა, როგორც ვიცით, ერთ-ერთი სიახლის თანახმად წელს, როგორც გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია ტარდება სკოლებში. ეს რამდენად შესაბამებას მიუძღვეს? კი, ჩატარდა ნამდვილად სკოლებში ჩატარდა შეეძლო სპეციალური ანკეტები და შემდეგ გადაიცვალა ადგილობრივ რეგისტრაციაში. ანუ მიმდინარე წელს ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციას სკოლებში გაივლიან მოსწავლეები? ეს იყო ალბათ წინასწარ გადასამოწმებელი სარეგისტრაციო სამუშაოები
დაასუსტურა სიები და შემდეგ გადაიგზავნა რესურს ცენტრებში. კი, ბაბარა. რამდენად ხართ მზად რომ თქვათ უკვე გახდეთ სტუდენტი? ჩემი აზრით მზად ვარ. შედეგები უკვე ჩემს რა თქმა უნდა, მაგრამ საკმაო ეტაპით ქონდა მოსამზადებელი. ჩემი აზრით უკვე მე-12 წელია რა სკოლაში ვარ და ქონდა ის დრო, რომ კარგად მომზადებულიყავით გამოცდებისთვის. და რეგისტრაცია უკვე დაიწყო თუ? კი, რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 20 მარტს დამთავრდა კიდევაც სკოლებში დაგვირგეს ანკეტები, რომელიც შევავსეთ და შემდეგ გადაიგზავნა რესურს ცენტრში, სადაც უნდა შემოწმებული იყო, თქვათ რაიმე შეცდომა თუ გაიპარა და ის უნდა შესწორებულიყო და შემდეგ რესურს ცენტრი უკვე გადასცემდა შესაბამის ადგილას. კაპიტანელა, მე მინდა მოგმართოთ, როგორც ერთ-ერთი სიახლეა საბუნებისმეტყველო საგნების ტრიმესტრულად სწავლობასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, თუ შეიძლება ამ ფუნქციაზე ვისაუბროთ, რა იყო ეს ფუნქცია, ტრიმესტრებად რატომ იყო დაყოფილი ეს საბუნებისმეტყველო, მაგრამ თუმცა როგორც ახლა მოწყობინებენ გადაცემაში რეკლამის დროა ჩვენ პირდაპირ ეთერში ამ კითხვით დავბრუნდებით, დაგვიყვებით პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. მე მგონი ყველანაირი უძრედო არ ვიცი. საერთოდ იმიტომ რომ აი უბრალოდ ქუჩიდან შემოვედი, ძალიან მოუმზადებელი. მე შეიძლება ვინანო კიდეც რომ რატო წამოვედი. არა, აი საათით ადრე მაინც ეთქვათ რომ არა, უშავს. გამეწყობოდი. მე უბრალოდ თუ მეტყობა. გადაცემა რეკლამა დიდხანს იქნება? დიდხანს არ იქნება. დარეკვას მოვასწრე. არა. როგორ პირდაპირ ეთერში ვართ, განვაგრძობთ გადაცემას. ტელემაყურებლებს რადიოს მიმართ შევახსენებთ, რომ ტელერადიო კომპანია თრიალეთის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ცხელი ხაზი და გადაცემის დღევანდელი სტუმრები გახლავთ გორის მუშტის საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ნელა ბარდანაშვილი და ამავე სკოლის მოსწავლე თეონა ჟიჟიაშვილი და გადაცემის თემა კი სკოლებში არსებულ სიახლეებს შეეხება. ქალბატონო ნელა, ჩვენ საუბრობდით საბუნებისმეტყველო საგნების ტრიმესტრულად სწავლებასთან დაკავშირებით. თუ შეიძლება, რას ნიშნავს ეს ტრიმესტრებად დაყოფა საგნების განკურნებოდ? მოგესალმებით, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში შედის ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. ტრიმესტრებად დაყოფილია ეს საგნები და თითო ტრიმესტრში ისწავლება თითო საგანი. მაგალითად, პირველ ტრიმესტრში სწავლობს ბავშვი ბიოლოგიას, მეორეში ქიმიას, მესამეში ფიზიკას. ეს არის ტრიმესტრული სწავლება ამ საგნების. რაც შეეხება ხარისხს და სასურველია თუ არა რომ ასე ისწავლებოდეს სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნები. მე ვიცი ჩემი კოლეგების აზრი და თვითონ ბავშვებიც გამოთქვავენ ამასთან დაკავშირებით თავის აზრს და ვიცი რომ ეს არის ყოველდღე მიუღებელი. რატომ? რატომ? იმიტომ რომ ბავშვი შეიძლება გამოსდის ერთწლიანი პერიოდი, სანამ მეორე სასწავლო წელს დაიწყებს ისევ ამ საგნის შესწავლას. და ერთი წლის მანძილზე მას შეხება აღარ აქვს, დაუშვათ ისწავლა პირველ ტრიმესტრში ამ სასწავლო წელში. მომავალ წელს მან უნდა გააგრძელოს სწავლა ან მესამე ტრიმესტრში, ან ისევ პირველ ტრიმესტრში და თქვენ წარმოიდგინეთ რა მხელა შუალებია. მე ამასთან დაკავშირებით, რომ ტრიმესტრული სწავლება, რა თქმა უნდა, მოცულობაც მას არის ძალიან შემჭიდროვებულია, ძალიან შემცირებულია. არის მოცემული უმნიშვნელო რამ ამ საგანთან დაკავშირებით, რასაც ნამდვილად ვერ მოგიწონებთ პედაგოგები. ასე ვთქვათ, ფაქტიურად ბავშვი ვერ ღებულობს ისეთ საფუძვლიან ცოდნას, რისი მიღებაც აუცილებელია იმისათვის, რომ ნამდვილად აღზარდოთ ეროვნულად იროდირებული და როგორც გვაქვს ეროვნულ სასწავლო გეგმებში იმ მოთხოვნების ახალგაზრდა. ამას ნამდვილად არ მივესწავლებით. ძალიან წინა მასალაა მოცემული ჩვენს წიგნებში, მე პირადად ბიოლოგიას ვასწავლე და სიმართლე გითხრათ არ მომწონს ეს წიგნები. უფრო დასაკვეთია
და არ მივესალმები ტრიმესტრულ სწავლებას ბიოლოგიაში, ფიზიკაში და ქიმიაში, საბუნებისმეტყველო საგნებში. ძალიან დავიჩაგრეთ ამ საგნის პედაგოგები და ბავშვებიც ძალიან წუხან ამასთან დაკავშირებით. მაშინ რაც ფიქრობ, როგორც სკოლის მოსწავლე? ამ ტრიმესტრულ სწავლებაზე ალბათ მართლა უფრო მეტი უარყოფითი აქვს და ბავშვებისთვის რა არის ეს უარყოფითი? ბავშვებისთვის იყო ის, რომ 1 წლის სასწავლი მასალა უნდა გაგვევლოს 3 თვეში. 3 თვეში ძალიან ძნელია. და რა თქმა უნდა 3 თვეში იყო მთელი დატვირთვა, კვირაში 5 სასწავლო დღიდან 4 მაინც ეს ერთ-ერთი საგანი და უფრო ძნელია. თითქოს უფრო მეტად ორიენტირებული უნდა იყო ამ საგანზე, მაგრამ პირიქით გამოდის. ძალიან ძნელია ყოველ დღე, თქვათ, თუნდაც ფიზიკა რომ გაქვს მოსამზადებელი. ჯობია ეს სამივე საგანი მთელი წლის განმავლობაში გადანაწილებული, კვირაში რამდენიმე საათი, როგორც მანამდე იყო და მეტი ხარისხიც იქნება ჩემი აზრით. ანუ კაპიტანი ფიქრობთ, რომ ერთგვარ დახვეწას საჭიროებს ეს პროგრამა? კი, პროგრამაც საჭიროებს ნამდვილად დახვეწას. აზრით აღარ უნდა ისწავლებოდეს ტრიმესტრულად მომავალი სასწავლო წლიდან საბუნებისმეტყველო საგნები. და უთმობ თუნდაც ისე 2 საათი, როგორც სხვა წლებში იყო, დასავლურ წლებში ისწავლებოდა ყველა საგანი და ეს უფრო შედეგს მოგცემს, ვიდრე ტრიმესტრული სწავლება. ტელემაყურებლებს რადიო მსმენელებს შევახსენებთ, რომ შეუძლიათ დანაკოს სტუდიის ტელეფონის ნომერზე 791-11-60 გადაცემის სტუმრები გახლავთ გორის მეშვიდე საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ლელა ვარდანაშვილი და ამავე სკოლის მოსწავლე თეონა ჟიჟიაშვილი. საუბრის თემა კი გახლავთ სკოლებში არსებული სიახლეები. და როგორც ვიცით, ძალიან ბევრი საგანია ამოღებული, იგივე დამატებული, ძირითადად აი ბოლო პერიოდში რა საგნებია იგივე ამოღებული ან ჩანაცვლებული სკოლებში? ამოღებული საგნებიდან პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ მაგარი სწავლება რელიგია, რომელიც ძალიან აუცილებელია, აუცილებელ საგნად მიმაჩნია ჩვენი მომავალი თავის აღზრდისათვის. მე ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაუშვან მომავალ სასწავლო წელს, რომ ბავშვი გაიზარდოს ღვთის მოშიში, მოსიყვარულე და რაც მთავარია, ნორმალური წესიერი პიროვნება ჩამოყალიბდეს. თუ არ იქნება ღვთის შიში და ღვთის სიყვარული, ნამდვილად ვერაფერს ვერ მივახცევთ. როგორი საგანიც არ უნდა ვასწავლოთ, როგორი სიძლიერითაც არ უნდა ვასწავლოთ. დამატებული საგნებიდან უფრო მეტი ყურადღება ექცევა თქვენ წარმოიდგინეთ ხელოვნებას, რომელიც კვირაში თუ არ ვწდებით ამ უნდა 4 ჯერ ისწავლება, არა? თუ 3 საათი აქვს დათმობილი ხელოვნებას. კიდევ რა შეიძლება თქვა? და ეს რელიგიის უკაცრავ რელიგიის ამოღება როდიდან მოხდა? რელიგია უკვე კარგი ხანია ამოღებულია. ჩვენი მინისტრი მაშინ იყო ლომაია და მაგის პერიოდში იქნა ამოღებული რელიგია. და საერთოდ რომ გადახედოთ სხვა წიგნებსაც, საქართველოს ისტორია იქნება, თუ ლიტერატურა იქნება, ეს სხვა საგნების, თუ ჩავუყენავდები, ძალიან არასასურველი სახელმძღვანელოა. და ვიტყოდი არაეროვნი. და რაც შეეხება წიგნებში შესულ მასალებს, მაგასთან აქვს საქმე სწორად. აი ყოველწლიურად როგორც ვთქვით, ყოველწლიურად იცვლება ეს მასალები და აი ამასთან დაკავშირებით როგორც ვთქვით, ბევრი უკმაყოფილებასაც გამოთქვას, რომ იგივე თქვა ერთ წელს ნაყიდი წიგნი მეორე წელს ადგება. კი, ეს იმიტომ რომ არ არის დახვეწილი სახელმძღვანელოები. მე ვფიქრობ, ალბათ შეურაცხყოფა არ იქნება იმ პიროვნებების, ვინც სახელმძღვანელოებზე მუშაობს, მაგრამ უფრო ბრმად უნდა ჩაიხედონ სასკოლო პროგრამაში და ეროვნულიდან გამომდინარე უნდა შეადგინონ ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებიც ჩვენს მომავალ თაობას გამოადგენენ. მე აღარ იქნება უკვე შეცვლა ყოველ წელს სახელმძღვანელოების. თემის ფიქრობთ, აი რამდენად ხელმისაწვდომია დღეს სკოლის მასწავლებლებისთვის სასწავლო წიგნების შეძენა? ნუ ალბათ ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი და შეიძლება დიდი ნაწილისთვისაც კი არა, იმიტომ რომ მართლა ხშირად იცვლება და თან საკმაოდ ძვირიც ღირს. მაგრამ ზოგიერთი წიგნის ცვლილებას აქვს რაღაცა თქვა დეფექტი, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ზოგიერთს მართლაც აქვს დადებითი. ჩემი აზრით, ქართული ენის და ლიტერატურის წიგნი შეიძლება რაღაც არის ამოღებული, მაგრამ რაღაც არის დამატებული და ის რაღაც რაც არის დამატებული არის საკმაოდ კარგი მასალა სამუშაოდ.
ისეთ სტილზეა წაყვანილი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება, ბავშვს ეძლევა მეტი აზროვნების უნარი, თავისი აზრის გამოხატვის უნარი, არა ისე როგორც ადრე იყო რაღაც არის დოგმატური და ეს ესია. თქვათ ესა და ის პერსონაჟი არის დადებითი ან უარყოფითი და მორჩა. ეს ასე არ არის. ასევე თემებია საწერი, სააზროვნო, სადაც შენ შეგიძლია ინფორმაციაც მეტი მიიღო და შენი აზრიც დააფიქსირო და ის ნაწარმოებებიც რაც არის დამატებული სწორედ ასეთი სტილის ნაწარმოებებია და რაც სახელმძღვანელოში დაემატა ასევე ეროვნულ გამოცდებს ეს საკითხები და ამ წიგნისთვის ეს საკმაოდ დადებითია. დიდი მადლობა. შეგახსენებთ ტელერადიო კომპანია თრელების პირდაპირ ეთერშია გადაცემა ცხელი ხაზი. ტელემაყურებელს რადიო მსმენელებს შეგიძლიათ დარეკოთ სტუდიის ტელეფონის ნომერზე 791 და რაც შეეხება ქალბატონო დეონა შეფასების სისტემასთან მინდა გკითხოთ. როგორც ვთქვით 10 ბალიანი სისტემაა ხო დღესდღეობით და უმაღლესი ქულა 10 ხო? უმაღლესი ქულა 10 კი. 8-9 ქულა ითვლება ხარისხების მიხედვით, ასე ვთქვათ, შევადარეთ ძველებურ ხუთია. ბალიანი სისტემა. ეს გაიოლებულია თქვათ თქვენს რამდენი ახლა რომ გითხრათ უკვე ისე მივეჩვიეთ ასეთი ქულებით შეფასებას პედაგოგებისთვის სიზმერეს არ წარმოადგენს და თითქოს მეტნაკლებობას უკვე ვაქცევთ ყურადღებას. და მე როგორც ვიცი ერთგვარ გამოთვლები ხდება. კი, გამოთვლებით ვაკეთებთ, რომელიც ძალიან საშინელი რამ არის ტრიმესტრის დამთავრების შემდეგ. მაგრამ რა ვქნათ ვავალებთ და თქვენ ვერ გავექცევით ამას. მე სიმართლე გითხრათ მომწონს ეს 10 ბალიანი სისტემა. თავიდან რომ შემოვიდა, იყო ინოვაცია, იყო რაღაც ახალი, ვაიმე ეს როგორი წერება და მასწავლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც იყო სიახლე, მაგრამ ჩემი აზრით დადებითი, იმიტომ რომ ადრე თუ იყო 5-იანი და 4-იანი ვიღაცას ეკუთვნოდა 5-იანი, მაგრამ თლად არა, 5-იანი მინუსით, იყო 4-იანი პლუსით, ხო, ასეთი და შუალედური ნიშანი იყო და არ იყო რაღაც გარკვეული ნიშანი, 5-იანი მინუსით, რა შეიძლება იყოს, იყოს 9-იანი ან 8-იანი. აი ამ მხრივ ძალიან საკმაოდ დადებითია ეს 10 ბალიანი სისტემის შემოღება. სხვა ბოლო პერიოდში რა სიახლეები განხორციელდა საკანონმდებლო სფეროში, კაცად სკოლებში, რასაც გამოყოფით თქვა და აღნიშნეთ. სიახლე ძალიან ბევრია ახლა, როგორ გითხრათ, სულ სიახლის რომ მიგება თითქმის ყოველდღე და ის ძველი დოგმატური მასალები და ქონა და პრინციპები ყველაფერი თითქმის უარყოფილია. თუნდაც ის რომ გადაჭრის პროცესის წარმართვა სულ სწრაფია. თუნდაც ის რომ ბავშვებისთვის გაკვეთილის გადაცემა იქნება ეს თუ მოთხოვნა იქნება საერთოდ შეიცვალა. როგორ ხდება ეს დღესდღეობით? დღესდღეობით როგორ ხდება სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ადრე თუ იყო რომ 45 წუთის მანძილზე უნდა გამოგვეთვალა საორგანიზაციო საკითხებისთვის რამდენი წუთი უნდა დაგვეთმო, გაკვეთილის ახსნისთვის, გამოკითხვისთვის, საშინაო დავალების მიცემისთვის, ეხლა არ არის შესაძლებელი ამ მხრივ. შეგვიძლია წარმართოთ გაკვეთილი ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ არ გავხსნით ზომიერების ფარგლებს, ოღონდ შედეგი მივიღოთ. აფიქსებული იქნას ის მასალა თითქმის გაკვეთილისევე, რა მასალის გადაცემაც გვინდოდა და მიწოდება. სიახლეა ისიც, რომ კომპიუტერულმა ტექნიკამ ძალიან დიდი დადებითი როლი ითამაშა ჩვენს მოსწავლეებში და ხდება კომპიუტერებში მასალის მოცილება სიახლის დავალებას, როდესაც მიცემთ, ბავშვები იწვიებენ კომპიუტერებში ამ სიახლეს და უფრო მეც იგებენ, მეც სწავლობენ და სწორედ ეს წიგნები სხვათა შორის იმასია აგებული. მე წერან თქვი ახალ წიგნებთან დაკავშირებით მასალასთან, მაგრამ თვალყურის არ დამგო თითქოს ყველაფერს უარყოფ და ხას უსწავლ. არა, არის იქ რაღაც დადებითიც, იმიტომ რომ ბავშვს ადრე თუ დადგებოდით და მთელი 20 წუთი, 25 წუთი ჩვენ უნდა გველაპარაკა გამზადებული მასალა მიგვეწოდებინა და ბავშვს წაკითხვის მეტი აღარაფერი ჭირდებოდა. ახლა ვეუფლებია თქვენი ლაპარაკით ნაკლები და ბავშვმა მოიძიოს მეტი, რათა განვითარდეს მისი აზროვნების სფერო და გაერკვეს სიტუაციაში. დიდი მადლობა. როგორც ახლა ნორი გიზარია პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ? თქვენ პირდაპირ ეთერში გისმენთ? მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობა, თუ შეიძლება გამაგებინეთ რა მოიხსნება თუ არა ეს მე-12 კლასი? ბატონო?
ჩვენ ვერ გეტყვით ამას. აჰა, კი ბატონო, დიდი მადლობა ბოდიშ. გადასაწყვეტია და მან უნდა გამოცეს ბრძანება იმის შესახებ, მე-12 კლასი მოიხსნება თუ არა, ჩვენ ვერ გეტყვით ამას. როგორც ვთქვით, მეშვიდე სკოლა არის სამართალმოქმედებაში დეგაც დაზიანებული და ამჟამად თქვენ სხვა სკოლაში, მეათე სკოლაში გიწევთ სწავლის გაგრძელება, სწავლის პროცესის განხილვა და გითხარით, რა ეტაპზე ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოების შენობის და როდესაც ფიქრობთ, რომ დასრულებოდა თქვენ ახალ განათლების სკოლაში? ნამდვილად მოხდა ქალაქში სამწუხარო ფაქტი და ერთადერთი სკოლა, რომელიც დაზიანდა აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით. ამ წუთას ის მდგომარეობაა, რომ განათლების სამინისტროდან წარმომადგენლები და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი სკოლის რეაბილიტაციას აპირებენ, იმყოფებიან ჩვენი სკოლის შენობაში და ათვალიერებენ მას. უახლოეს მომავალში, ალბათ ერთ კვირაში დაიწყება ჩვენი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ვაუწყო, რომ მომავალი სასწავლო წელი განახლდება გორის მე-7 საჯარო სკოლაში ახალ სტანდარტებზე გარემონტებულ, ევროპულ სტანდარტებზე გარემონტებულ საჯარო სკოლაში. და მიღებაც წარმოებს უკვე დაიწყო პირველ კლასელების მე-7 საჯარო სკოლაში. დამჟამად თუ არის დემული მოსწავლეები თქვენ სკოლაში? როგორც ვიცით, სხვადასხვა სკოლებში არის გადანაწილებული ისინი და მიუხედავად იმისა, რომ შენობა არ გქონდათ წელს, სხვა სკოლაში თუ არიან მაგალითად მე-7 კლასში, მე-7 სკოლაში. კი, მოგახსენებთ, როდესაც ჩვენი სკოლა დასრულდა, საგვისტოს თვე იყო და სექტემბერში წამოვიდა გადაახლებინა. ყოველ შეუძლებელი იყო მაგალითად ტექნიკას დათვალიერებული რა მდგომარეობაში ჩვენი სკოლის შენობა და გამოგვიყო ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელმა მეათე საჯარო სკოლაში შენობა ფართი, სადაც მეორე სვენაში გავთავსით. რომ გითხრათ, რომ იდეალური პირობები გვაქვს, არა. შესახლებული როგორ იქნება ეხლა შესახლებული ადამიანის სხვა გარემოში, ნამდვილად მოგეხსენებათ, მაგრამ რა ვქნა, როცა სხვა გამოსავალი არ არის, ველოდებით ჩვენი სკოლის გარემონტებას. დევნილებით არიდან ძალიან ბევრი ყავდა იმ რაიონებში, გორის რაიონებში, სადაც აშენდა დანგრეული სკოლები და მოსახლეობის შესვლა შესაძლებელი გახდა. წავიდნენ ეს დევნილები, მაგრამ დარჩნენ კიდევ საკმაოდ ჩვენ სკოლაში დევნილები, რომლებიც აღწევდნენ ჩვენ სკოლაში სწავლას. დაახლოებით რაოდენობა იქნება? დაახლოებით ალბათ 40-50 ბავშვი იქნება. მინდა გავიხსენოთ, მაშინ როდესაც ისეთი ამბავი იყო სამართალმოქმედების ჩვენს ქალაქში და როდესაც გაიგეთ იგივე თქვენი სკოლის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება, ხო, დაზიანდა საკმაოდ თქვენი სკოლა, ხო? რას ფიქრობთ? ემოციურად იყო ძალიან რთული. საშინელება იყო, როდესაც ხვდები, რომ აი კედლებიც კი როგორ ყვარებია. და ზოგი, შეიძლება ის სახლის დაგრევა არ ყოფილიყო ასეთი მტკივნეული პირადად ჩემთვის, აი გულახდილად ვამბობ, მაგრამ ის სტრესი, რომელიც ამით მივიღეთ, იმაზე მცირეა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვქონდა მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც. თითქმის მთავრდება სასწავლო წელი და გადავლახეთ, მაგრამ იყო ძალიან რთული ეს სასწავლო წელი. იმიტომ რომ იყო სწავლა მეორე სმენაში, 2:30-ზე 2 საათზე იწყება სწავლა და თავდება გვიან საღამოს და მასწავლებლების მხრიდანაც, დირექციის მხრიდანაც ალბათ გმირობის ტოლფასია, რომ ეს სასწავლო წელი საერთოდ არ ჩაიშალა, თქვათ, მე-7 სკოლაში და სკოლის ბავშვები, როგორც ეს არ დაიშალნენ, თქვათ, სხვა სკოლებში არ წავიდა და საერთოდ რომ არ შეწყდა პროცესი. ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად შენარჩუნდა როგორც მასწავლებლების მხრიდან, ასევე მოსწავლეების მხრიდანაც. სხვადასხვა შეიძლება ერთ დავამატებდი, ბავშვები წავიდნენ ჩვენი სკოლიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე წლაში ვიყავით სამშობლოს პერიოდში, განსაკუთრებით როცა მალე გამდებოდა, იძულებულები იყვნენ მშობლები, რომ ბავშვები გადაეყანათ იმ სკოლებში, სადაც დილის წლაში ისწავლიდნენ. მაგრამ იმედი მაქვს, ეს ჩვენი წასული ბავშვები 1 სექტემბრისთვის, როდესაც სწავლა განახლდება მე-7 საჯარო სკოლაში, უკან დაგვიბრუნდებიან.
დავამატებ თუ შეიძლება ზუსტად მეორე სმენის გამო წავიდნენ ბავშვები და ეს მეორე სმენა იყო ძნელი როგორც მასწავლებლებისთვის, ყველა ასაკის მოსწავლეს და განსაკუთრებით აბიტურიენტებისთვის. ჩვენთვის, რომლებიც წესს ვაბარებთ, უმაღლეს გამოცდებს, იმიტომ რომ დღის მეორე ნახევრიდან სკოლაში მიდიხარ, მთელი საღამომდე, ვთქვათ, მთელი დღე იკარგება ფაქტიურად. და ის თქვათ მოსამზადებელი, რომ დამატებით მასწავლებელთან გაძლიერდე, ძალიან ფერ ხდება ეს პროცესი. დიდი მადლობა. და მორიგი ზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ, მოსწავლესთან მაქვს შეკითხვა. რა აზრის არის მე-12 კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით? მოწონთ თუ არა საერთოდ? გავეცი უკვე ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ კიდევ გავწევ, რომ მე პირადად ძალიან მოწონს ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო. რატომ შეიძლება არ მოსწონდეს თქვა? დარეკ ალბათ. შეიძლება არ მოსწონდეს. არ ვიცი, ყველას თავისი აზრი აქვს, რატომ შეიძლება არ მოსწონდეს, მე ნამდვილად არ ვიცი. იმიტომ რომ ძალიან დიდ ასპარეზს გაძლევს მოღვაწეობისა ეს სახელმძღვანელო, ფიქრისა, აზროვნებისა, მოქმედებისა. არ ვიცი, რატომ შეიძლება არ მოსწონდეს, მე არ ვიცი, ნამდვილად. თეონა, რა მინდა გითხრათ, რამოდენიმე გადაცემის გქონდა, გადაცემის თემა წიგნიერება, წიგნიერების დონე საქართველოში და საუბარი იყო საკმაოდ მოსაზრებები გამოაცხადეს, წიგნიერების დონე არის საკმაოდ დაბალი საქართველოში და ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორებიც ის სახელდებოდა, რომ შესაძლებელია წიგნიერების დაბალი დონე მოდის სკოლიდან, ანუ სკოლაში უნდა ჩაენერგოს ბავშვს სწავლისადმი, წიგნისადმი სიყვარული და როგორ ფიქრობ, რა ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება სახელდებოდეს, რომ მოსწავლემ არ ისწავლოს, არ შეიყვაროს წიგნი, რა სახელდება? წიგნიერების დონე საკმაოდ დაბალია, ამას ყველაც აღნიშნავს და ვეთანხმები სრულიად. და ამ ქართულის წიგნს თქვათ რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს კიდევ და შეიძლება სხვა სახელმძღვანელებსაც ძალიან ბევრ წიგნიერების დონის ასაწევად ეს არის ის, რომ როდესაც მოცემულია მასალა ან რაღაც ნაწარმოები, შეიძლება იყოს მოცემული ნაწყვეტი. და გთხოვენ რომ მოიძიე დამატებითი ინფორმაცია ამ ნაწარმოების შესახებ, თქვათ, წაიკითხე სხვა წიგნიდან ის დასასრული, უნდა ეძიო სულ ეს ინფორმაცია, ანუ სხვა წიგნებთანაც უნდა გქონდეს შეხება ამ წიგნის პარალელურად, ამ წიგნის მეშვეობით. გეუბნებიან რომ გავავლე პარალელი სხვა ნაწარმოებთან, რომელიც სხვა წიგნში არ არის მოცემული, ეს ნაწარმოები უნდა მოიძიო, ხო? ანუ სხვა წიგნთან უნდა გქონდეს შეხება. გართულებული არის. კი, შეიძლება ზარმაც მოსწავლდეს, რომელსაც არ უნდა ამდენი მუშაობა არ მოეწონოს, მაგრამ ნამდვილად ჩვენი წინსვლისთვის არის ეს სახელმძღვანელო და ნებისმიერ საგანშიც არის ესე, რომ თქვათ, მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია ამ თემის შესახებ, ამ თემის ირგვლივ გააკეთეთ პრეზენტაცია და ეს უკვე დამატებითი ინფორმაცია სახელმძღვანელოს გარეშე, სკოლის პროგრამის გარეშე და ნამდვილად დადებითია. მე ტელემაყურებლებს და რადიომსმენელებს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში გადაცემას ხელი ხაზი, რომლის დღევანდელი სტუმრებით გახლავთ გორის მეშვიდე საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ლელა ვარდანაშვილი და ამავე სკოლის მოსწავლე თეონა ჟიჟიაშვილი. საუბრობთ თემაზე სკოლაში არსებულ სიახლეების შესახებ და თეონა რა მინდა გითხრათ, ეს მე-12 კლასის შემოღება საუბარი, რომელიც გვარკვაშდება იმას, რომ თქვათ, რეპეტიტორები არ დაჭირდება და მე-12 კლასი გადაამზადებს ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეებს. გჭირდებათ მე-12 კლასი ხომ დაამთავრეთ, ხო ამთავრეთ მე-12 კლასს და ამის პარალელურად თუ გჭირდებოდათ ისე ვთქვათ, რეპეტიტორი, გადამზადება, მომზადება სკოლის მე-12 კლასი ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ სკოლა მოგცეს ის ცოდნა, რომელიც გეყოფა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. მაგრამ წელს და ყველა აბიტურიენტზე შემიძლია ვთქვა უმრავლესობაზე, რომ ნამდვილად გვჭირდება რეპეტიტორები, იმიტომ რომ ეს ჯერ პირველი წელია მე-12 კლასზე. ხო, ახალი დანერგილია და პირველ წელსვე ისეთი სრულყოფილი შეიძლება არ იყოს, ალბათ ეს ახსნა შეიძლება მოვუწებნო იმას, სრულყოფილად შეიძლება ვერ განხორციელდეს პირველივე ეტაპზე ის, რომ რეპეტიტორებთან სიარული აღარ იყოს საჭირო. როგორც ვიცი, ეს 12 წელი უნდა ყოფილიყო 4 წლის განმავლობაში ექსპერიმენტულად რამდენად გაამართლებდა. და ამ 4 წლის განმავლობაში თუ მიიღწევა ის მიზანი, რომ ნამდვილად აღარ დასჭირდებათ ბავშვებს რეპეტიტორებთან სიარული და სკოლაში იქნება ის მასალა და ის ცოდნა გადმოცემული, რომ ნამდვილად გვეყოს,
ალბათ გაგრძელდება, მაგრამ თუ არ იქნება მიზანი მიღწეული, ალბათ მას შემდეგ აღარ იქნება ეს მე-12 კლასი. და ის შემიძლია დავამატო, რომ ამისკენ მცდელობა არის, რომ მაგალითად მე-13 ტრიმესტრში დარჩა ის საგნები, რომელიც უკვე უმაღლესი ჩასაბარებლად გჭირდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ჯერ საკმარისი არ არის ამ პირველი წლისთვის. კარგი იქნებოდა ჩვენი ბავშვები, მოსწავლეები, თავიდანვე მიხვდნენ სწავლის ხას, რომ სწავლის გარეშე არაფერი არ გაგვიყვება ცხოვრებაში და ნუ განიცდიან ეს სახნოს, რომ შემდეგ რეპეტიტორებთან დაჭირდით სიარული. მე მე-12 კლასში დავსადამეკები გამოსაშვება და ნეტა იცოდეთ როგორ წვალობენ ჩემი საკანონმდებლო კლასის ბავშვები თავის დროზე რომ ვერ მიიღეს საფუძვლიანი ცოდნა, როცა ეჩხუბებოდნენ მშობლები, საყვედურობდნენ მასწავლებლები და ჯიქნი მეცადინე, მათ ეს არ უნდათ უფრო მეტ დროს ალბათ თავისუფალ დროს გართობას ამბობდნენ. ეხლა ძალიან წვალობენ, დღეს და ღამეს ასწორებენ, რომ იცოდეთ, რომ რაღაცა ელემენტარული მასალა დაიზები, რომ დაიმახსოვრონ, რომ ეროვნულ გამოცდებამდე მიეტანონ და სტუდენტები გახდნენ. ძალიან ბოლოს მიხვდნენ იმას, რომ თურმე სწავლა საჭირო ყოფილა და თუ ჩვენი მოსწავლეები თავიდანვე მიხვდებიან იმას, რომ სწავლა აუცილებელია და განეწყობიან სწავლისათვის, აღარ დაჭირდებათ, მე მგონი, აღარც რეპეტიტორი და აღარც მე-12 კლასი და საკმარისი იქნება სკოლაში მიღებული ცოდნა იმისათვის, რომ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები და გახდნენ სტუდენტები. წიგნთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის? ჩემთვის პირადად, ხელმისაწვდომი არის და იყო ხო დღევანდელ წელს ყველა წიგნი შემეძინა, მაგრამ ძალიან ბევრისთვის ვიცი, რომ არ იყო. და თუ რომელიმე საგანში არის რაღაც პრობლემა, ისეთი სერიოზულად უცხოენების მხრივ რაღაც არის გამოთხოვებული თქოს, ისეთი არის სწავლებოდა ის და გახმოვებულება რაღაც უცხოენების სკოლებში? არ ვიცი, ჩვენთან მე-7 სკოლაში ნამდვილად კარგად ისწავლებოდათ და პატარა ასაკიდანვე იმდენად საფუძვლიანად, რომ უცხოენებში ჩემი აზრით საკმაო საფუძველი გვაქვს. მე-7 სკოლის მოსწავლეებს, რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ. პედაგოგები ძალიან ძლიერი ყავს, სხვათა შორის. ნამდვილად. კლასიდან არის ჩვენთან უცხოენების გაღრმავებული სწავლება, მე-3 კლასიდან არის შემოღებული დაწყებით საფეხურზე და უნდა გითხრათ, რომ ნამდვილად შედეგს ვაღწევთ და ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის იღებენ მონაწილეობას კონკურსებში, უცხოენებისა, სხვა საკითხებისა, სხვათა შორის და დიდ წარმატებებს ახდენთ ევროპა და მემოწმე. ნამდვილად. ფიქრობ, თქვენ სკოლაში ასეა, მაგრამ რამდენად არის თქვა სკოლიდან გამოსულ ბავშვს აქვს ისეთი ცოდნა უცხოენებთან დაკავშირებით, მით უმეტეს დღესდღეობით ინგლისური მართალი არის, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი ბიოლოგიურიც არის სკოლიდან ელემენტარულიც არის და შეიძლება ისე სიღრმისეულად ჯერ ვერ ისწავლება, როგორც უნდა ისწავლებოდეს. შეიძლება, მაგრამ უფრო და უფრო იხვეწება ყოველწლიურად. და ალბათ მიზანი იქნება მიღწეული, რომ რამდენიმე წელიწადში იმდენად სიღრმისეულად იქნება ნასწავლი, რომ საფუძვლიანად შეეძლოს ბავშვს ენის დაუფლება და აღარ დასჭირდეს ზედმეტი მასწავლებელი ვთქვათ. მიდამატებ თუ შეიძლება. იცით რა, ასეთი კუთხით მიდგომა, რომ სკოლაში არ ისწავლება საფუძვლიანად, ეს ინგლისური იქნება თუ სხვა საგანი, ასე შეგვიძლია ყველა საგანზე ვისაუბროთ, მაგრამ ერთი რამ არის, რომ თვითონ უნდა იყოს ბავშვი მოგდობებული. არიან სკოლაში ისეთი ბავშვები, ხელმოკლე ოჯახის შვილები, რომლებსაც არ აქვთ რეპეტიტორთან სიარულის საშუალება, მაგრამ სკოლის ცოდნით გადიან გამოცდებზე და უნდა ჩააბარონ ეროვნული გამოცდები და მე დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე მოეწყობა ნამდვილად და სტუდენტი გახდება. ასეთი მიდგომა, რომ საფუძვლიანად არის სწავლება, არ ვიცი, მე მგონი ჩვენი სკოლის მაგალითი იმას მოწმობს, რომ აუცილებლად სანდუგარი არა. დავამატებდი, რომ ახლა ზოგიერთი საგანი და ყველა საგანიც და ყველა სფერო ისეთია, რომ ამოუწურავია. ნებისმიერი საგანი არ შეიძლება მთლიანად ისწავლებოდეს, მაგრამ არის რაღაცა ზღვარი, რომელიც გამოსადეგია და ეს ჩვენ სკოლაში ნამდვილად არის ეს ზღვარი. და ასევე ბავშვების და მასწავლებლების ურთიერთობასთან დაკავშირებით იმას ვიტყოდი, რომ თუნდაც ის, ვისაც არ შეუძლია დამატებით მომზადოს, ან უბრალოდ რაღაცა სხვა ინტერესი აქვს სიღრმისეული ამ საგანთან დაკავშირებით. აუცილებლად შეგვიძლია შევეკითხოთ მასწავლებელს და ამის არც გვერიდება, პირიქით ისეთი ურთიერთობა, დამატებითი მასალა, დამატებითი ინფორმაცია, თუ რამე გაინტერესებს და სხვა წყარო არა გაქვს, რომ მოიძიო და სკოლა მხოლოდ შენი
სამყარო. აუცილებლად გაქვს მასწავლებლებიდან გამომდინარე იმის საშუალება, რომ შენ მიიღო ის დამატებითი ინფორმაცია, რაც გჭირდება. აუცილებლად მასწავლებლები ყველა საგანში ასე გვეხმარებიან. ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, და ვისაც მეტად აინტერესებს იმ ბავშვებს. საგანთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, აი უახლოს პერიოდში თუ დაემატა რამე ისეთი საგანი, ვთქვათ, რაც არ გინდოდა თან გინდათ რაიმე საგანის მოთხოვნა, იყო საუბარი, რომ ვთქვათ რომელიღაც საგანი ზუსტად აღარ მახსოვს, რომ ძალიან სრული გვაქვს რომ დაემატოს საგანი. ანუ რა კონკრეტულად მოსწავლეებს და პედაგოგებს რა საგნების დამატება გსურთ, ან რომლები ამოიღეთ სასწავლო პროგრამიდან და რომლის მოთხოვნაც ისევ გინდათ რომ დაბრუნდეს. მე გადაცემის დასაწყისში ვეკითხარით, რომ ძალიან კარგი იქნება რელიგია თუ დაბრუნდეს სკოლებში და დაეთმობა მას გარკვეული საათები. ეს აუცილებელიც არის ჩემი აზრით. ისე რომ რომელიმე საგანი ამოვიღოთ სწავლებიდან არა, თუ რამეს დავამატოთ, რომ საგანი აღარ უნდა მოვაკლოთ, რაც არის ჯერ იმასაც ასწავლობენ ბავშვები ნორმალურად ისიც ეზარებათ და ეხლა მოვაკლოთ, ნამდვილად ამით წინ ვერცავთ. კიდევ კარგი იქნება ყველანაც მოგახსოვოთ საბუნებისმეტყველო საბუნებრივი ისწავლებლობის მთელი წლის მანძილზე, აგერ თეორემაც აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად დააზარალებს ისეთ ჩვენს ბავშვებს დააზარალებს და სასურველი იქნება, რომ მთელი წლის მანძილზე ისწავლოთ. ეს თუ გვინდა მივიღოთ ნამდვილად ერუდირებული, ყველამხრივ განათლებული, ყოველგვარი განათლებული ახალგაზრდა, ჩვენი ქვეყნის და არა ისევე ძროხ სპეციალობით, მაგალითად საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაში რომ არის მათემატიკის სპეციალისტი, იმან არის ის გეოგრაფია, ფიზიკა, ინგლისური, სხვა ლიტერატურა და ასე შემდეგ, არის ექიმი, იმან არის ის ექიმობის მეტი არაფერი, მაგრამ ჩვენ ხომ ამით არ ვმაყოფილდებით, ჩვენ გვინდა რომ ყველანაირად განათლებული და ნორმალურად ჩამოყალიბებული დახვეწილი ახალგაზრდობა გვაქვს. დავით ახბაბი მასწავლებელს იმაში, რომ რელიგია არის ერთადერთი ალბათ ის საგანი, რომელიც უნდა დაემატოს აუცილებლად, იმიტომ რომ მე მაგალითად მაქვს ნასწავლი და ჩემს შემდეგ ამოიღეს, როდესაც უკვე დასრულებული ქონდა რელიგიის სწავლება და ჩემ თანატოლებს ალბათ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ბედნიერებიც კი ვართ, რომ ეს რელიგიის ისტორია შევისწავლეთ და ალბათ სხვა თაობებისთვისაც საჭირო იქნება. ამოსაღებ საგნად ამ წუთისთვის არც ერთი საგანი არ მიმაჩნია, პირიქით, ზოგიერთ დამატებული, ძალიან კარგიც კია, მაგალითად ინფორმატიკა, რომელიც ძალიან სიღრმისეულადაც ისწავლება, საინტერესოს ახალისოა ნებისმიერი ბავშვისთვის. არავის მოუნდება ინფორმატიკის გაკვეთის არ დაესწროს ვთქვათ. და იყო დრო, როდესაც ინფორმატიკას და კომპიუტერზე ბავშვები სწავლობდნენ თეორიას მხოლოდ და ვიზუალურადაც კი ვერ ხედავდნენ. და ახლა იმდენად იხვეწება ეს ტექნიკის შემოტანა სკოლაში, რომ საკმაო რაოდენობის კომპიუტერიც კია, რომ ბავშვმა გამოიყენოს იგივე ინფორმაციის მოსაძიებლადაც და სასწავლადაც. ნუ შეიძლება არ მიხვიდე ასევე ცალკე მასწავლებელთან გასწავლოს კომპიუტერი, მაგრამ სკოლაში არის იმის საშუალება, რომ ნორმალურად შეისწავლო კომპიუტერთან ურთიერთობა და მუშაობა. დიდი მადლობა. ხა გადაცემაში რეკლამის დრო დაგოდეს პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავყენებთ. ბატონო ძალიან კარგად საუბრობთ. ნორმალურია ჩემი აზრით, როგორც მომზადებული. აი რომ ტყუილ ქუჩიდან შემოვედი, თუ მივედი ხალხთან სამინისტროს ხალხთან შესახვედრა და აბა ჩქარა გვიანდება უნდა წახვიდე. მე მივედი ბოლოს არის მოსამზადებლად, საკუთარ მივედი. ბავშვები რამე ისეთი კითხვა ხომ არ გჭირდება აზრით შეგიძლიათ ისაუბროთ და მე გამომრჩა. შეიძლება იყოს. სკოლა ვაქოთ რამე. ხო, აუცილებლად. ანუ სკოლის ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, განაგრძობთ გადაცემას. შეგახსენებთ ტელერადიო კომპანია თრიალეთის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ცხელი ხაზი, რომლის დღევანდელი სტუმრები გაქვთ გორის მეშვიდე საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ლელა ბარდანაშვილი და ამავე სკოლის მოსწავლე თეონა რიჟიაშვილი საუბრობთ სკოლაში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით. ჩვენ საუბრობდით ქალბატონი ლელა, იყო საუბარი, რომ ერთი პერიოდი სკოლაში უნდა შემოღებული იყო სექსოლოგიის გაკვეთილები. აი ამაზე რა აზრის ხართ?
კი, ახლა მე მოგახსენეთ. რამდენად უნდა იყოს თქვა ამ ხრივაც მოსწავლე განათლებული კი, მაგრამ აი ამ ასაკში სკოლის ასაკიდან უნდა კი, დაწყებითი კლასებიდან უნდა ყოფილიყო. ამაზე იყო საუბარი. სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, ერთს დავამატებდით წეღამდე დასმულში კითხვასთან დაკავშირებით, რასაგნები უნდა დაემატოს. გასულ წლებში ისწავლებოდა ჩვენ სკოლებში საოჯახო ცხოვრების ეთიკა და ფსიქოლოგია. იქ არის ისეთი საკითხები, რომელიც აუცილებელია რომ ისწავლებოდეს ნამდვილად სკოლაში და მივესალმებოდი თუ დაემატებოდა ეს საგანი ისევ. იმიტომ რომ ბავშვები იმდენ უამრავ კითხვებს სვავენ იმ საგნიდან გამომდინარე საკითხებზე, რომ უნდა ისწავლებოდეს და უნდა იცოდნენ ნამდვილად. რაც შეეხება სექსოლოგიის დამატებას სკოლაში დაწყებითი კლასებიდან, ჩემს აზრს მოგახსენებთ, ყველას თავისი აზრი აქვს და ამაზე არ დაობენ და ჩემს აზრს გეტყვით, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასის ბავშვი სექსოლოგიას სწავლობდეს. ეს შეიძლება სხვაკუთხით შემოვიტანოთ ცოტა მსუბუქი ელემენტებით, რომ პირდაპირ სექსოლოგია არ იყოს და ბავშვმა არ გაამახვილოს იმ ჯერ წარმოუდგენელზე და არ ნაცნობ საკითხებზე ყურადღება, რასაც სექსოლოგია ჰქვია. ეხლა მე როგორც ბიოლოგიის მასწავლებელი არ მეჭირს ბავშვებთან ამ თემაზე საუბარი და ყოველთვის მაქვს ხოლმე ამასთან დაკავშირებით ამ კითხვებზე მიწევ ხოლმე ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. მით უმეტეს რომ ჩვენ სასწავლო პროგრამაში შედის ეს საკითხები და აინტერესებთ ბავშვებს მაინც. ყველანაირი ყოველგვარი სიმორწმის გარეშე სხვათა შორის